შარშან ჩვენ ქართულ ხალხს და მის ხელისუფლებას დაგვირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე და ჩვენ მოგვატყუეს. ნაცვლად იმისა, რომ უცხოური ფული ყოფილიყო უფრო მეტად გამჭვირვალე, ის გახდა უფრო მეტად დახურული. ამიტომაც ჩვენ გვქონდა მცდელობა 1 წლის განმავლობაში ყველა დონორთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რომ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ გამჭვირვალობა ეს არ არის მხოლოდ არჩევანი, რომელიც დონორმა უნდა გააკეთოს, ეს არის ვალდებულება, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ პარიზის დეკლარაცია საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის შესახებ ავალდებულებს დონორებს, რომ იყვნენ პასუხისმგებელი საკუთარი დაფინანსების შედეგებზე პარტნიორის წინაშე. ჩვენ 1 წელი მე პირადად ხვდებოდი მათ შორის დონორების წარმომადგენლებს, ნედის ხელმძღვანელობას, რომელიც თქვენ ახსენეთ, საელჩოების წარმომადგენლებს და ვცდილობდი დამერწმუნებინა ისინი. საბოლოო ჯამში ყველა თან ხვდებოდა, რომ არსებობს ფონდები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ ვერც ერთი ნაბიჯით წინ ვერ წავიწიეთ და ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო ის შესრულებულიყო დაპირება და გამჭვირვალე გამხდარიყო უცხოური დაფინანსება, მივიღეთ უფრო მეტი დახურულობა, უფრო მეტიც ამ 1 წლის განმავლობაში ჩვენ პერიოდულად ვარკვევდით, რომ თურმე პოლიტიკური პარტიები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან, თურმე რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან ასეთი ფონდებიდან, თურმე კამპანია რადიკალური ორგანიზაცია სირცხვილიასი, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის და ადამიანის დაწვის რომანტიზებას ახდენდა, ფინანსდება ამერიკელი და ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. ეს ყველაფერი ჩვენ ამას ვარკვევდით პერიოდულად, მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ გამჭვირვალობის სახით და რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე სახელმწიფო არის ვალდებული, რომ ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, ეს გახლავთ სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხი. და ამიტომ მხოლოდ ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის კომპეტენტური გადაწყვიტოს ეს უსაფრთხოების საკითხები როგორ იყოს მოგვარებული. აქ სიტყვა არ ეთქმის უცხოელ აქტორებს, აქ სიტყვა ეთქმის მხოლოდ ქართველ ხალხს. მხოლოდ ქართველმა ხალხმა იცის რა არის კარგი მისი უსაფრთხოებისთვის. მით უმეტეს, როდესაც უცხოელი აქტორები თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ საკითხში, ვინაიდან კიდევ ერთხელ საქმე ეხება ამერიკულ და ევროპულ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავის დაფინანსებას. მე მინდა დღეს ალბათ ნახავდით, რომ NGO-ებმა და ნაციონალურ მოძრაობამ და NGO-ებმა წამოიწყოს კამპანია ისევ კვლავ შარშანდელივით, რომ რუსულ კანონად დაბრენდონ ეს კანონი და თქვენ ნახავთ ალბათ სოციალში აი ამ ბანერებს, რომელიც ვრცელდებოდა, რომელიც გახლავთ პირდაპირ დეზინფორმაცია და ტყუილი, იმისი და რომელიც ფინანსდება დღეს, აი ამ მომენტში ფინანსდება უცხოური ფულით. ხედავთ ჩვენ NGO-ებს და ეს კამპანია წარმოებს უცხოური დაფინანსებით და დღეს ჩვენ მოქალაქეების წინააღმდეგ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც ფინანსდება ევროპული, ამერიკული, შვედური, ჰოლანდიური ფულით, აი ამ NGO-ების რესურსების გამოყენებით. ამიტომ მე მიმართავ აი ახლა ამ მომენტში ყველა საელჩოს და ყველა დონორს, რომ ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს, ვინაიდან შარშან ეს ერთი ტყუილი, რაც ამ NGO-ებმა იმისთვის რომ დაემალა თავისი ფინანსები იკადრეს, აი ამ ტყუილის გამო ამ ტყუილის გამეორება დღეს ეხა ხდება უცხოური დაფინანსებით. ასე რომ მნიშვნელოვანია რომ ყველა ამას მიაქციოს ყურადღება. ყველა მე პირველი რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩთან მე პერიოდულად მაქვს ხოლმე შეხვედრები და ყველა ამ შეხვედრაზე ზუსტად ამ საკითხებზე მქონდა მათ შორის საუბარი. მქონდა ასევე შეხვედრა ნედის ხელმძღვანელობასთან რამდენჯერმე და დონორები რა თქმა უნდა სხვებთანაც ყოველთვის მაქვს. USAID-თანაც იდის მე აქ წარმომადგენლობა მე მგონი არ აქვს USAID-თან რა მქონდა საუბარი, მათ შორის მათთანაც მქონდა საუბარი ნედის ნაწილზე და გაუმჭვირვალობაზე ამ დაფინანსების. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, რომ ნედის ხელმძღვანელობისგან მე პირადად მივიღე დაპირება
რომ იქნებოდა გასაჯაროებული მათი აქტივობები საქართველოში, შარშან გაზაფხულზე მქონდა პირველი შეხვედრა და ჩვენ შევცახდით, რომ ისინი ერთი რომ ვებგვერდზე განათავსებდნენ, საჯაროს გახდინდნენ, მათ შორის ჩვენც მოგვაწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. შემდეგ კავშირზე იყო ჩემი კაბინეტი და ასე მოხდა გადამისამართება ერთი მისამართიდან მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და ესე ჩაიკარგა პასუხები. მეორე ტალღაც ასე იყო, მესამეც ასე იყო, საბოლოო ჯამში ვერ ვიღებდით პასუხს, მაგრამ ვიგებდით შემდეგ შემთხვევით, თუ თურმე ფინანსდებიან პოლიტიკურ პარტიები, ნედის მხრიდან ფინანსდება გახარიას პარტიის ყალბი NGO-ები, ნედის მხრიდან ფინანსდება სხვადასხვა პარტიები, ის ყალბი NGO-ები, რომელზეც ხედავთ, რომ არის ხოლმე ბოლო პერიოდში ინფორმაციები. აი ეს არის შემთხვევა, ეს არის სწორედ დღეს შემთხვევით საჯარო წყაროებიდან შემთხვევით ვიგებთ, შემთხვევით უყურეთ ერთი რომ შემთხვევით ვიგეთ მაგალითად დროას ამბავი შემთხვევით გავიგეთ იმის გამო რომ ელენე ხოშტარიამ დაპოსტა და იმ პოსტში გაამჟღავნა უყურეთ მესამე სექტორთან რომ თითქოს მათ დადეს დაპირება პირობა რომ გამჭვირვალეები გახდებოდნენ დაარღვიეს და შესაბამისად თქვენ პასუხისმგებლობა აღარ ეს პირობა თქვენ მესამე სექტორს ხომ არ მიიღეთ? რას ნიშნავს გამჭვირვალობას? ანუ ის თქვენ ფიქრობთ რომ მათ პირობა დადეს რომ იქნებოდნენ დახურულები? მათ ეს პირობა დადებული აქვს, მათ ეს პირობა ეს გამოიხატება მათ შორის იმ დეკლარაციებში, რომელსაც მათ ხელი აქვს მოწერილი 2016 წელს აქვს მათ მოწერილი ხელი გამჭვირვალობის დეკლარაციაზე. ასევე არსებობს 200 ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია თუ განცხადება, რომელიც მათ გამჭვირვალობას შეეხება. შარშან, როდესაც იყო საუბარი დახურულობაზე, ისინი გახსოვთ, ხომ? ეხაც ხო იგივე კამპანია აქვს, რომ ყველაფერი თითქოს და გამჭვირვალე არის. სად არის? მაჩვენეთ NGO დროას მისი ფინანსები აქვს. მაჩვენეთ, ეხლა შედით და მაჩვენეთ. რა თქმა უნდა, უყურეთ მთელი იდეა არის ეს, რომ შემოდის უცხოური დაფინანსება. რა თქმა უნდა, ნაწილი არის გამჭვირვალე, არის. ნაწილი. უყურეთ. ერთი კიდევ ერთხელ. უყურეთ, რა თქმა უნდა, უცხოურ დაფინანსებასაც შეეხება ეს ნაწილი არის გამჭვირვალე და ნაწილი არის გამომჭვირვალე და სწორედ ის ნაწილი, რომელიც გამომჭვირვალე არის, სწორედ იქ ვარკვევთ ხოლმე, რომ აქ არის პოლიტიკური მიზნები, აქ არის რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, აქ არის პარტიებსაც შეეხება, თქვით რომ კი, მაგრამ რა არის პრობლემა? პრობლემაა, იმიტომ ეს არის კანონის გვერდის ავლა. უცხო ფულით პოლიტიკის დაფინანსება აკრძალულია ყველა ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით. ეს არის კანონის გვერდის ავლა. კანონის გვერდის ავლა. უმრავლესობის ლიდერმა სამი კონკრეტული кейსი მოიყვანა. ეს იყო კანონის შემთხვევა, როდესაც დონორი ამბობდა, რომ ხელოვნებას და კულტურას ეხებოდა და რეალურად სხვა რამეზე იყო ტრენინგი, სხვა თბილისის პრაიდის ტრენინგი და მთავარი არის გრანტის საკითხი. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას თქვათ ვერ უარყოფს, რომ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაავრცელეს დაფინანსების მიმღებებმა და დონორებმა, თუმცა ამბობენ, რომ არ აინტერესებთ რაში იხარჯება საქართველოში უცხოური ფინანსები. რეალურად რასთან გვაქვს? რა თქმა უნდა, არ აინტერესებდა და მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ამასთან დაკავშირებით, რასთან გვაქვს საქმე და როგორ არის სინამდვილეში ურთიერთ ხელის დაფარება არასამთავრობო სექტორში. მე ვახსენე დროას მაგალითი, ასევე სხვა მაგალითები, სადაც პარტიების დაფინანსება ხდება გვერდის სავლით და წარმოვიდგინეთ, ჩვენ გვყავს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად ისფედი გამჭვირვალე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყვნენ დამკვირვებლები, საარჩევნო დამკვირვებლები ადგილობრივი, რომლის მანდატში ადგილობრივი დამკვირვებლების მანდატში შედის ასევე პარტიების დაფინანსების მონიტორინგი. რაც უნდა მათ გააკეთონ. და წარმოვიდგინეთ ახლა რომ არის საჯაროდ ინფორმაცია რომ პარტიები ამ შემთხვევაში დროა კანონის გვერდის სავლით ფინანსდება უცხოური წყაროდან. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ორგანიზაციამ, რომელიც საარჩევნო მონიტორინგს აწარმოებს. მან რა თქმა უნდა ის უნდა დააკვირდეს, შეისწავლოს და ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოთქვას. რა გააკეთა ან გამჭვირვალობა, ან ისვედმა, ან სხვა საიამ, რომლებიც დამკვირვებლებს ამბობენ, რომ დამკვირვებლები ვართ. არაფერი.
რატო? იმიტომ რომ იქაც იგივე წყაროა დაფინანსების ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელზეც არის ეჭვი, რომ ის აფინანსებს პარტია დროას. ასე არის ხელსაფარებელ შემდეგ საკუთარ დამფინანსებლებს, რომლებიც აქ ფარულად პარტიებს აფინანსებენ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათ სიტყვას შემდეგ ფასიც აღარ აქვს, რაც შეეხება დაკვირვებას, იმიტომ რომ არიან ჩვეულებრივად შეკრულებები ერთმანეთთან, რომ დააფარონ ხელი საკუთარ დამფინანსებას და დააფარონ ხელი ერთმანეთთან. რაც შეეხება მეორე საკითხს გამჭვირვალობის დაბის და USAID-ის მაგალითია, კარგი არის, რომ თითქოს რაღაცა არის გამჭვირვალე ეს, როდესაც აქ საუბარი არის, რომ რაღაც ასე ვთქვათ, დაფინანსებები გამჭვირვალე, აქ საუბარია, რომ ასე ვთქვათ, აგრეგირებულ მონაცემებზე, რომ რომელიღაცა დონორი მაგალითად რაღაც მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით აწარმოებს პროგრამას და მორჩა. ამის ქვემოთ დეტალი მოსახლეობისთვის, ისე როგორც სახელმწიფოსთვის უცნობია და შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ თურმე კანვასი იყო დაქირავებული ამ ფულით და თურმე ის რასაც გვეუბნებოდა, რომ რაღაც ხელოვნებას თუ მშობლების საკითხებს შეეხებოდა, იყო ჩვეულებრივი რევოლუციური სცენარის ტრეინინგი, რომელიც იქ ჩატარდა. არა, რა თქმა უნდა. არა. კრიტიკული პოზიციები აქვს ევროპის პარტნიორებს, ნატოს გენერალური მდივანი, მათ შორის გაეროს, ისინი ამბობენ, რომ ეს იქნება პრობლემის შექმნელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამ კანონპროექტს უწოდებენ რუსულს, თქვენი ოპონენტებიც, ქართული ოპოზიცია და ამბობენ, რომ თავად მართლმა გუნდმა განმარტოს, რატომ არ არის რუსული კანონპროექტი. ჩვენ ამ მიმართულებით არგუმენტებს წარდგენს არ ვაპირებთ. ერთის მხრივ რომ გითხრათ, ამ კანონპროექტის მიღებით გაზიანდება თუ არა ევროინტეგრაციის პროცესი, იმიტომ რომ ასეთი პოზიციები აქვს დასავლეთში და მეორეს მხრივ ეს კანონპროექტი არის თუ არა რუსული. თუ არ არის, მაშინ რა? ანუ რა გამოდის, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა არ არის ევროპული საქციელი? ანუ ის რასაც აკეთებს საფრანგეთი, ის რასაც აკეთებს დიდი ბრიტანეთი, ის რასაც აკეთებს ევროპარლამენტი და ევროკავშირი ახლა, როდესაც დირექტივას იღებენ, ეს საქციელი რომ ქართველებმა იგივე მიდგომა ჰქონდეს, ეს არ არის ევროპული. ჩვენ რაიმე სხვა დონის ადამიანები ვართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში თუ რა გადმოხედვა უნდა იყოს, ვერ ხვდები. კიდევ ერთხელ, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა ეს არის ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხი. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ერთადერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია იმჯეროს, ეს არის ქართველი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება. სხვა ქვეყანას ჩვენი უსაფრთხოების საკითხებში ცოდნაც და კომპეტენციაც და მანდატიც არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია განსაჯოთ ქართველმა ხალხმა, განსაჯოთ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში და პასუხობ თქვენს ამ გეოპოლიტიკურ გარემოში, სადაც საფრთხეები არის ყველა მხრიდან ფაქტობრივად და სხვადასხვა სახის მათ შორის. მე ხალხს უსვამ, ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა ვიცოდეთ თუ რა ფული შემოდის და რაზე იხარჯება. ყველაზე უყურეთ, არსებობს უყურეთ ერთადერთი რაზეც დგას ეს ყალბი კამპანია, რომელიც შარშანაც იყო და ახლაც გითხარით, რომ დღეს უკვე უცხოური დაფინანსებით ხორციელდება დეზინფორმაცია და ყალბი კამპანია ამერიკული და ევროპული ფულით, რომელსაც ავრცელებენ NGO-ები დღეს და ცდილობენ რომ დაბრენდონ რუსულად კვლავ. ერთადერთი ხაზი აქვს, ხომ მათყობთ, მათ შორის ის ბანერს, რომელსაც ავრცელებენ, ერთადერთი ხაზი, ეს არის ყვირილით საღიაზრის ჩახშობა. არ მოდის არც ერთი არგუმენტი, უბრალოდ არის, ასე ვთქვათ, გამეორებით მტკიცება რაღაც ბრენდების, მათ შორის მტკიცება რომ ყველაფერი გამჭვირვალეა, თუ ყველაფერი გამჭვირვალეა, რატო არის ყველაფერი გაუმჭვირვალე? სად არის კიდევ ერთხელ, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაცია დრო. ეს არის ყვირილი. ორგანიზაციები არაერთი ორგანიზაცია, როგორ ფიქრობთ, ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ვართ დასაქმებულები და მათი ხელშეწყობით ვიღებთ კონკრეტულ დახმარებას და თუ მოხდება ისე, რომ შეიზღუდება მათი საქმიანობა ან დაფინანსების კონტექსტში, ან საქმიანობის კონტექსტში, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს ჩვენზე. როგორ ფიქრობთ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს არის არასამთავრობოების შემოწმება, რომლებიც 20% იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან და არ ეხება არც ფიზიკურ პირებს, არც რაღაცა კონკრეტულ შემთხვევებს, რას ნიშნავს ეს განცხადება და არის
მოგსწორა რაიმე საფრთხე რომ ადამიანები რა თქმა უნდა ესეც არის უყურეთ ესეც არის აი უნდა უყურეთ ესეც არის ტყუილი და მაშინ მე ჩამოვთვლი რამდენიმე ტყუილს რომელიც შარშან ავრცელებდნენ წელსაც ცდილობენ და რომელიც გაბათილებაც ზოგიერთის უკვე მოხდა ძალიან ეფექტურად რა ტყუილები არის პირველი ტყუილი თითქოს ეს ეხებოდა ფიზიკურ პირებს გახსოვთ შარშან ხომ თითქოს ეს სტუდენტებს ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულს ფერმერებს შშმ პირებს ეხებოდა ტყუილი შარშანაც ეწერა და წელსაც წერია ეს არ ეხება არც ერთ ინდივიდს არც ერთ ფიზიკურ პირს წერტილი მეორე თითქოს პრობლემა იყო დასახელება ტერმინოლოგია და აგენტი და ასე შემდეგ ვამბობდნენ მაშინაც ვამბობდით ეს იყო პირდაპირ გადმოღებული ტერმინი და თითქოს ეს ტერმინი იყო პრობლემა რატო ახლა აღარ ამბობენ რომ ტერმინია პრობლემა იმიტომ რომ ეს ტერმინი გადმოღებულია ევრო დირექტივისგან უყურეთ ევრო იმიტომ რომ გადმოღებული არის პირდაპირ ევროკავშირის დირექტივის პროექტი პირდაპირ იქიდან არის გადმოღებული ტერმინოლოგია ამიტომ გაჩერდა ამაზე საუბარი მესამე ამბობენ რომ თითქოს დაფინანსება შემცირდება რატო შემცირდება ანუ რა გამოდის რომ დაფინანსება საქართველოში იმ პირობით შემოდის რომ ის ფარული იყოს ასეთი ფული შემოდის საქართველოში და ის ჯგუფები რომელსაც ახლა აშინებენ ტყუილებით აშინებენ რომ თქვენ დაკარგდება დაფინანსება რას ეუბნებიან რომ თქვენ ამერიკა და ევროპული თუ სხვა ფონდები იმიტომ შემოდიან საქართველოში და ფულს იმ პირობით ხარჯავენ რომ იყვნენ ფარული და გაუმჭვირვალე ეს არის პირობა ამიტომ არის ეს ორგანიზაციები კიდე ერთხელ ეს არის კიდე ერთხელ არის ცდილობა რომ კვლავ მოატყუონ ქართველი ხალხი და ამას აკეთებენ NGO-ები უცხოური დაფინანსებით აი დღეს იხარჯება უცხოური ფული ქართველი ხალხის მოტყუებაში ყველა შევახსენებ რომ 9 პუნქტიდან პირველი არის დეზინფორმაციის უარის თქმა და დღეს ევროპული ფული იხარჯება დეზინფორმაციაში იმით რომ ცელდება ყალბი ინფორმაცია პარლამენტში განსახილველ პროექტ შორის და ეს ამავე დროს არის ცდილობა გააჩუმონ პარლამენტი და გააჩუმონ ქართველი ხალხი და ჩვენ მივიღოთ არა ის კანონები რომელიც ქართულ ხალხს სჭირდება არამედ ისეთი რეგულაციები იყოს რომელიც ვიწრო ჯგუფს უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება რაც შეეხება შშმ პირებს კიდე ერთხელ ეს არის ტყუილი მიმართავ ყველას გატყუებენ დღეს ეს ორგანიზაციები გატყუებენ თითქოს რაღაცა გავლენა ამას შეიძლება ქონდეს თქვენს შესაძლო დაფინანსებებით. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ის ფული რომელიც ტყუილია. შემცირდება დაფინანსება ტყუილი. გიპასუხებთ ახლა გიპასუხებთ მაგრამ ამის გამო ვერავინ უწოდებს ხოლმე პარლამენტს ის არის ფიზიკალური გავლენის ინტერესების გამტარი. ეს არასდროს არ ითქმება ისე როგორც ანუ სახელმწიფო ორგანიზაციები მათ შორის პარლამენტს სარგებლობს მაგრამ ამ სტატუსი მას არავინ მოიხსენიებს შესაბამისად რა საჭიროა აი ამ სტატუსის შემოტანა ეს არის პრობლემა არავის აქვს სურვილი რომ აგენტის თუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარება წლების განმავლობაში აგენტად უნდა მოენაცვლეთ ვინმე მე არ ვიცი რატო გინდათ აი ამ ტყუილების გავრცელება თითქოს ტერმინოლოგიის გახსენება მოკლედ უყურეთ რაც შეეხება რაც შეკითხოს და რატო არის ეს საჭირო საფრანგეთში რატო არის ეს საჭირო ევროკავშირში რატო არის ეს საჭირო დიდ ბრიტანეთში რატომ არის გამჭვირვალობა საჭირო სხვა ქვეყნებში ტერმინოლოგია გადმოტანილია პირდაპირ დირექტივიდან
თქვენზე მიპასუხეთ. აუცილებლად უნდა გავიცვათ ერთი შეკითხვა. მართლა ძალიან უხერხულია მთელი დღეა ვცდილობ რაც შეეხება კითხვას. ირაკლი კობახიძემ გაათავისუფლა თქვა სამსახურიდან გაუსვა დასძვერვის შეფერს იყო ირაკლი ღარიბაშვილის კადრი. რატომ განახორციელებს კობახიძე ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში წმენდას და რატო უშვებს თანამდებობიდან ღარიბაშვილის კადრს? და დასძვერვის სამსახური ვიცით რა ტიპის რაზე მუშაობს საგარეო საფრთხეებზე და ჩვენ გვაინტერესებს ბუნებრივია საზოგადოებაც უნდა იცოდეს ამ თანამდებობის პირს რატომ კობახიძის წმენდა რატომ მიმდინარეობს? რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს მათ შორის ამ საკითხზე, ეს არის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია და ის განმარტავს როგორ იღებს გადაწყვეტილებას. მისი კომპეტენცია, რა თქმა უნდა, მე მის გადაწყვეტილებებს ვერ გამოვიდა. ღარიბაშვილის კადრები არიან. ღარიბაშვილის კადრები არიან. ღარიბაშვილის კადრების გაშვება არის თუ არა რაღაც ერთგვარი რაღაცა ანგარიშწორება, წმენდა, იმიტომ რომ მისთვის მიუღებელია და ესეც დაპირისპირებაზე ხო არ მიუთითებს მათ შორის. აი ზოგადად რომ გვიპასუხოთ. თქვენ საკუთარ თავთან მსჯელობთ ეხლა და მე ამ მსჯელობაში ვერ შემოვალ. მე რა გიპასუხებ? მგონია რომ სასაცილო თქვენ რა გიპასუხებთ? კობახიძე როდესაც გახდა მე რო გადაწყვეტილებები მიიღო საკადრო გადაწყვეტილება პარლამენტში. თქვენ პრემიერ-მინისტრს გითხავთ, პრემიერ-მინისტრს ხარ გითხავთ, რატომ პარლამენტის თავმჯდომარემ რატომ მიიღო საკადრო გადაწყვეტილება? მთავრობა რა გადაწყვეტილებას იღებს, მე მგონი პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ეს არის მისი გადაწყვეტილება, საკადრო გადაწყვეტილება. ეკაუნტი ხარჯები ისე მითხრით. თქვენ რომელი მედია? რომელი მედია? ეს კანონმდებლობა ეხება ყველა ორგანიზაციას არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელთა დაფინანსებას 20%-ით მეტი არის უცხოეთი. ამას მნიშვნელობა არ აქვს რა ჯგუფებზე საუბრობთ, რაზე ყველაზე არა, საუბარი იმაზე თითქოს არა, უყურეთ, თითქოს დაფინანსება შემცირდებაო და რა კავშირშია ეს დაფინანსებასთან. რას ვინ აგენტი რაშუაში. თქვენ ფიქრობთ, რომ ევროკავშირში რომ მიიღებენ დირექტივას, იქ აღარ იქნება დაფინანსება. თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არასამთავრობო ორგანიზაციები დაიხურა, იმიტომ რომ იქ ფარა მოქმედებს უკვე 50 წელია. თქვენ ფიქრობთ, რომ საფრანგეთში დაიხურა, დიდ ბრიტანეთში დაიხურა, თქვენ ფიქრობთ, რომ იქ დაიხურა არასამთავრობო ორგანიზაციები? რა თქმა უნდა არ დაასუსტებს, აბა თქვენ რას ფიქრობთ, რომ იმ პირობით შემოდის აქ უცხოეთიდან ფული, რომ ის იყოს დაფარული და თუ ის გამჭვირვალე იქნება, მაშინ ასეთი დონორი ფულს აღარ ჩადებს. ანუ უყურეთ, დონორის ფულის შემოტანა თუ არის ის, რომ ეს ფარულად გააკეთოს, მაშინ ეს არაკეთილსინდისე ფული ყოფილა, თუ ფარულობა არის წინაპირობა. გამჭვირვალობა არის ევროკავშირი. ხოლო არაგამჭვირვალობა არის საბჭოთა კავშირი. სინამდვილეში დღეს აი ეს პროპაგანდა რაც მიდის ტყუილის, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს უცხოური ფულით დეზინფორმაციას ავრცელებენ ამ კანონის შინაარსთან დაკავშირებით ჩვეულებრივ ტყუილებს, ეს არის საბჭოთა კგბ-ს სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული მეთოდები, რომელთაც აი ხა აქეთ თქვენ იყავით თუ არა უცხო ინტერესების დამყარებელი წლების განმავლობაში რადგან საკითხი უკრაინაში გენერალური პროკურორის განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კოსტის სავარაუდოდ თქვენი კოლეგები ამბობენ, ეს არის ოფიციალური ზეწოლა მათ შორის უკრაინის დელეგაციის მიმართ და ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით და უხერხულობა იგრძნეს სააკაშვილის თავისუფლების ძერტულ აღოჩინოსებთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით ახლა ზოგადად რა ხდება. ჩვენთვის თავი მიზანი არის, რომ ზურაბ ბადაიშვილი დააკავნა გადმოსცემს საქართველოს. ნახეთ თქვენ, რომ აბსოლუტურად ცინიკურად ის ჰააგაში ქალაქში, რომელიც არის მართლმსაჯულების დედაქალაქი, ერთ-ერთი ჰააგაში წამების სისტემის შემქმნელი გადაადგილდება თავისუფლად. იცით რომ პროკურატურამ, გენერალურ პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების სახელმწიფოს, სამეფოს, რომ დაიკავებინათ და გადმოეცათ. მე როგორც ხვდები, ეს არ მოხდა და რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა მექნება შესაძლებლობა ნიდერლანდების ელჩს შევხვდე, რა თქმა უნდა ვიკითხავ რა პროცედურები არის ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში ამ ხრივ. ზოგადად იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ
კონფერენციაზე, რომელიც თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, ჩვენ სტუმრების რანგში ვნახეთ სისხლის სამართლის დამნაშავე და კრიმინალის გვერდით ისხდნენ ევროკავშირის სხვადასხვა მაღალჩინოსანი. რა თქმა უნდა, არის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირთან. ჩვენ პირველ ჯერზე, როდესაც ვნახეთ ზურაბ ადეიშვილი ბრიუსელის კორიდორებში და მაშინ ელჩიც იქნა დაბარებული განმარტებებისთვის, მაშინ განმარტებად მოვისმინეთ, რომ ეს იყო უკრაინის დელეგაცია, იქ ცენტრში იყო გენერალური პროკურორი და იქ ყურადღება არ მიაქციეს, ვინ იყო დელეგაციის წევრი, თუმცა ამის შემდეგ ეს ხო ახალხანი იყო რამდენიმე კვირის წინ, აი რამდენიმე კვირაში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია და რა თქმა უნდა, მათთვის სცოდნოდათ ვის იწვევენ და ვინ არის მოწვეულთა სიაში. და როცა კრიმინალები არიან მოწვეულთა სიაში და მართლმსაჯულებაზე საუბრობენ, იქ რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავიჯერებთ გულწრფელობას ასეთი მსჯელობის. და ერთი საკითხი კიდევ რამდენჯერმე ვთქვი და აქაც ამ ფორმატშიც მინდა გავიმეორო. ჩვენ ბრიუსელის იგივე კაბინეტებიდან, სადაც ზურაბ ადეიშვილს ხვდებოდნენ, იგივე კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე, რომ ქართველებო შემოიღეთ კვალიფიციური უმრავლესობა. მართალია ევროკავშირში ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ თქვენი კონტექსტი ჩვენ ვიცით თქვენ რა გჭირდებათ და შემოიღეთ. ქართველებო ჩაატარეთ ვეტინგი, მართალია ევროკავშირში არც ერთი ქვეყანა არც კი იფიქრებს, რომ უცხოელებს დაანიშნოს საკუთარი მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ გააკეთეთ ვეტინგი. და აღმოჩნდა და ეს ხალხი ამ კაბინეტებიდან გველაპარაკებიან ამ ტერმინოლოგიით, რომ მართალია ეს არ არის კარგი პრაქტიკა, მაგრამ თქვენი კონტექსტის გათვალისწინებით და ეს კონტექსტი ჩვენ ვიცით კარგად, უცხოელებმა იციან ჩვენი კონტექსტი კარგად. და რა აღმოჩნდა, რომ კონტექსტი კი არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მაგიდის გადასწრებით სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი ეждათ. თან როგორი დამნაშავე, რომელმაც მართლმსაჯულებაზე და ადამიანის უფლებებზე თუ საუბრობთ, არის მაგალითი იმისა თუ როგორ შექმნა წამების სისტემა ქვეყანაში, როგორ შექმნა სახელმწიფო სისტემა, რომელიც დამყარებული არის ადამიანის უფლებების დარღვევაზე და წამებაზე. ამის შემდეგ, როდესაც იგივე კაბინეტებში ჩვენ გვეტყვიან, ვიცით რა, რაღაცა რეგულაცია არის, ჩვენ მართალია ევროკავშირში არავის ეს არ გვაქვს, მაგრამ აი თქვენი კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ თქვენი კონტექსტი ვიცით, ვერ ყვევით, კარგად ვიცით რა ხალხი ხართ, ვინ ხართ, რა ხართ და ამიტომ ეს გააკეთეთ. ჩვენ ხო ვეტყვით, რომ როგორ იცით ჩვენი კონტექსტი, როცა ისიც არ იცით ზურაბ ადეიშვილი ვინ არის, რას ნიშნავს ქართული კონტექსტისთვის ზურაბ ადეიშვილი, რას ნიშნავს ზურაბ ადეიშვილი ადამიანის უფლებებთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. ვიცინა ივანიშვილთან და ოფიციალური წყაროებიდან აიღეს ზურაბ ადეიშვილის სამსახური ფოტომატალა. კოსტინის სოციალური გვერდიდან მაშინ ზურაბის გენერალური პროკურორის ოფისის ოფიციალური გვერდებიდან ჩააიღეს ფოტოები ჩამოსული ადეიშვილის ხელახალ განაცხადს. ეს რას ნიშნავს ყველაფერს? არაფერს, მანამ სანამ არ გადმოგცემენ სისხლის სამართლის დამნაშავეს საქართველოს, რა თქმა უნდა ეს რაღაც უხერხულობები შეიძლება უნდათ რომ მოიხსნა, ვინაიდან მე როგორც ხვდები, ვინაიდან იმ ფოტოზე იყო სხვა ადამიანები, ევროპელები, იმ ევროპელებისთვის უნდათ ეს უხერხულობა არ შეექმნათ. მიცდათ როგორც ჩანს ჩვენი პროტესტი იმ ქვეყნებში და ამ ფოტოებს რო დააკვირდნენ, თავადაც მიხვდნენ, რომ კრიმინალთან ერთად ჯდომა, ოდესაც ხარ ამა თუ იმ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, უბრალოდ სირცხვილია, კრიმინალი როცა გიზის წინ, ხო? ეთქობა ეს უხერხულობა უნდათ მოიხსნათ, თორე თუ თავად გძნობენ უხერხულობას, რაც უნდა ეს უხერხულობა არა ფოტოების ჩამოჭრით უნდა მოიხსნან, არამედ ადეიშვილის დაკავებით და ჩვენთვის გაგიცნოთ. ხომ არ არის ეს რუსული ფული, რომელიც ოფშორების გავლით შემოდის ქართულ ფონდში და შემდეგ ქართულ ფონდის ამ ფულით ფინანსდება და ამ რუსული ფულით ხომ არ ფინანსდება ქართული ოცნება, ვინაიდან ეს გამჭირვალობა ზოგადად საიდან შემოაქვს ფონდ ქართლის ფული, ეს ისედაც გამჭირვალე უნდა იყოს, მაგრამ უცნობი არის საიდან შემოაქვს ეს ფული ბიძინა ივანიშვილს და ეჭვები ჩნდება, რომ რუსული ფული არის ეს და შემდეგ ეს რუსული ფული ქართულ ოცნებაში იხარჯება და პრიაში იხარჯება და ასე შემდეგ. არა. არა, ჩემი პასუხი. ძალიან დიდი გოდიში ბატონო შალვა ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე და რუსულ ფულზე პირველად არ გისვამთ მგონი კითხვას და თუ შეიძლება რომ ცელი პასუხი გავცეთ, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანკი საერთოდ და ქართული ოცნების დაფინანსებაც მოდის რუსეთიდან და გითხარით რა საიდან მოდის დაფინანსება? მე შემიძლია გითხრათ საიდან მოდის ეს აზრი. ეს აზრი მოდის იქიდან, თქვენ მუშაობთ ტელეკომპანია პირველში, რომელსაც აფინანსებს მამუკა ხაზარაძე.
ლელო ამ პარტიული არა გეტყვით ანუ მეგობრად გიხსნით გენეზისი როგორ ხდება ამ კითხვის ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ პარტია ლელოს მას აქვს ესეთი სტრატეგია არჩეული რომ უნდა რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოს ტერმინი რუსული აქედან წარმოიშობა შემდეგ კითხვა რომელშიც ესეთი სიტყვები ხდება ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია და მამუკა ხაზარაძე ჩვენ შემდეგ ნახეთ რომ ეს ამ რეზოლუციების შედგენაში მონაწილეობდნენ ამერიკელი ლობისტები რომელსაც ფულს უხდით და ნაციონალურ საიდან შემოდის ფული ქართულ ფონდში ბიძინა ივანიშვილის ბანკში საიდან შემოდის და რუსული ფული არის თუ არა ეს ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ კითხვაზე ვერ მივიღე პასუხი და აქედან გამომდინარე კიდევ ვერ შევგეთქვი ანუ რა გიპასუხობ ვერ ხდები თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებით და გინდათ რაღაც ან დაგიდასტუროთ ან რა უნდა ვქნათ თქვენ გესაუბრებთ მარტივი კითხვა მაქვს საიდან შემოდის და საიდან შემოდის ბიძინა ივანიშვილის საკუთარ ფონდში ფული ოფშორებიდან ხომ არ კითხეთ შესაბამის ფონდს კითხეთ ფონდს და ფონდი გიპასუხოთ მე როგორ უნდა გიპასუხოთ მე რატო უნდა გიპასუხოთ ვერ ხდები ფონდია ეს კერძო ფონდია კითხეთ ქართული ოცნებაც ხომ არ ფინანსდება არა რა თქმა უნდა ჩვენი დაფინანსება გამჭვირვალეა NGO-ებისგან განსხვავებით ქართული ოცნების პარტიის დაფინანსება გამჭვირვალე ყველაფერი თითო თეთრი ჩვენი შემოსავალი და ხარჯი არის გამჭვირვალე და ის NGO-ები ჩვენ რო გამოწვევენ მე თითქოს თვითონვე მალავენ ყველა მალავს საკუთარ შემოსავალს და მოვა მისგან მოусმინეთ რომ ეს არის რუსული კანონი, სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხმობა, ევროინტეგრაციის შეფერხება და შემდეგ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი როგორც თქვით, რომელიც არ ასაჯაროებს ფინანსებს და მათთან თქვენ აქტიური კომუნიკაცია გქონდეთ. აი, ისი ეს გზავნილი მაშინ როგორ შეგიძლიათ ახსნათ? ნეგზემ გითხეთ? ნუ მაუც რა თქმა უნდა აქ ინტერესი და კონფლიქტია ვინაიდან საუბრობს ორგანიზაცია რომელიც თავად არის გაუმჭვირვალე და ის არის პირველი ორგანიზაცია რომელიც სწორედ თავისი გაუმჭვირვალობით მიყავს სიტუაცია იქამდე რომ საჭირო არის საკანონმდებლო რეგულაცია. კანონის მიღება როდის არის საჭირო? როდესაც თავისით მნიშვნელოვანი საკითხები ვერ რეგულირდება, ხომ? წესით ასეთი ორგანიზაციების თვითშეგნების ნაწილი უნდა იყოს, რომ იყვნენ გამჭვირვალენი, კიდევ ეს არ არის ოფცია და არჩევანი. არც ნედის, არც იდის და არც სხვა ორგანიზაციის რომ იყვნენ გამჭვირვალე. ეს არის ვალდებულება, საერთაშორისო ვალდებულება, რომ როდესაც ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, ხარ სტუმარი, ჩადიხარ ფულით, ხარჯავ იქ ფულს და ამბობ რომ ამას აკეთებ ადგილობრივი მოსახლეობის სიკეთისთვის, ნება უნდა იბოძო და ამ მოსახლეობას უთხრა, რამდენ ფულს რაში ხარჯავ და ვის აძლევ ამ ფულს. ეს უნდა უთხრა, ეს ვალდებულება, ეს არ არის გემოვნების საკითხი, არც ნედის, არც იდის, არც რომელიმე სხვა ორგანიზაციის გემოვნების საკითხი არ არის გაგვიმხილოს ჩვენ ქართულ ხალხს თუ არ გაგვიმხილოს რაში ხარჯავს ფულს. ვინაიდან ეს დახარჯული ფული გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. აი დღეს მათ მიერ დახარჯული ფული დღეს, აი კონკრეტულად დღეს ამ წუთებში ახდენს უარყოფით გავლენას საქართველოს მოსახლეობაზე, ვინაიდან ვრცელდება ტყუილი კანონპროექტთან დაკავშირებით, მის შინაარსთან დაკავშირებით NGO-ების მხრიდან, რომელიც ფინანსდებიან ევროპული და თუ ამერიკული თუ სხვა ფონდებიდან და ეს ფული დღეს მათზე დახარჯული მუშაობს ქართული ხალხის წინააღმდეგ და საზიანოდ. დღეს ეს ფონდები აზიანებენ ქართულ ხალხს, ვინაიდან აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებენ კანონთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება პირველ დათქმას 9 პუნქტიდან და რა თქმა უნდა, როდესაც ევროკავშირის ფული იხარჯება დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოში, ეს მიუღებელი არის და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის შესაბამისმა ფონდებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ NGO-ებს, ახლავე მოუწოდონ, რომ შეწყვიტონ მათ დეზინფორმაციას. უკვე ისმის მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკომისიამ გაიწვიოს კანდიდატის სტატუსი.
ზოგადად სერიოზულად არ უყურებთ რა თქმა უნდა ასეთ შეფასებებს ჩვენ ხედავთ ევროპარლამენტში საკუთარ ევროპარლამენტარებს რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები დამთავრდა ამით ყველაფერი ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი ამიტომ რა თქმა უნდა ასეთი ხალხისგან კარგს არაფერს ქართული ხალხი არ ელის მით უმეტეს ჩვენ ნანახი გვაქვს რეზოლუციები სადაც პირდაპირ ტყუილს დეზინფორმაციას წერდნენ საქართველოსთან დაკავშირებით მე რომ აღმოვაჩინეთ რომ ეს ტექსტები შედგენილი არის ლობისტების მიერ და აქ რა თქმა უნდა არის ეჭვი კორუფციისა, პოლიტიკური კორუფციისა, მათ შორის რომ ხდება სწორედ პოლიტიკური კორუფციის გავლენით ასეთი შინაარსის ტექსტების მომზადება. ამ შემთხვევაში თქვენ გზადხართ თუ არა ეს კანონი ეს დაინიცირებული როგორც ალტერნატიული კანონ პროექტი იმ კანონ პროექტთან ერთად, ანუ ალტერნატიულად არის დაინიცირებული, აზრი ამ კანონ პროექტის არისო, მოდი მარტო რუსეთიდან შემოსული ფული იყოს გამჭვირვალე და სხვა დანარჩენმა ჩუმად ხარჯოს ჩვენთან ფული ჩვენ და დაუკითხავთ. და ჩვენ ვამბობთ რომ გამჭვირვალე იყოს რუსეთიდან შემოსული ფულიც და სხვა ფულიც, ყველა ფული იყოს გამჭვირვალე. წარმოგიდგენიათ რომ რამდენად დაცლილი არიან საერთოდ სახელმწიფოების შეგრძნებიდან ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ რომ ჩვენ ისიც ხო მოქალაქე როგორც მოქალაქეც ხო უყურებს ამას ხო ვინც აინიციებს ამას ანუ მე როგორც საქართველოს მოქალაქეს ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე რომ რუსეთიდან შემოსული ფული განსაკუთრებით თუ ეს პოლიტიკაში იხარჯება იყოს გამჭვირვალე ვიცოდე საიდან შემოვიდა ვისზე იხარჯება ვინ ფინანსდება და რა საქმეზე ფინანსდება მაგრამ არ გამაგონოთ არ დამახანა არ მაინტერესებს თუ თქვათ ევროპიდან ან ამერიკიდან რა ფული შემოვა წარმოგიდგინეთ საერთოდ ესეთი ადამიანი ბუნებაში რომელიც ამბობს რომ ფაქტობრივად იხვეწებიან რომ დამიმალეთ ანუ ამბობენ რომ დაგვიმალეთ არ გვითხრათ არაფრით არ უთხრათ ჩვენ საზოგადოებას რაში ხარჯავთ ფულს გთხოვთ ჩუმად უჩუმრად დახარჯოთ თქვენი ფული თქვენივე გემოვნებით თქვენი ოპონენტები საუბრობენ შემდეგს მათ შორის იაგო ხუჩიას საუბრობს რომ ნაციონალური მოძრაობის ესე ვთქვათ სოციალური კამპანია იმდენად წარმატებულია რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობს რომ არ შევიდეს საქმიან დისკუსიაში მათთან და გაიტანოს ქუჩაში გარკვეული საკითხები როგორც არის მაგალითად გამჭვირვალობის კანონის შესახებ ცვლილებები ისინი ის აცხადებს რომ ამით ცდილობს რომ გადაყალოთ ეგრეთ წოდებული ფასების კამპანია რამდენად შეეფერება სიმართლეს და რატომ ხდება რომ ემთხვევა ზუსტად აი ამ კამპანიას ეს ცვლილებები რომლებზეც არ თქმა უნდა არ არის კავშირი არ აქვს და ემთხვევა ხარ ცხოვრებაში ბევრი რამე შეიძლება სამყაროში დაემთხვეს ერთმანეთს მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი მე მოგახსენეთ რაშიც იყო ჩვენ შარშან დაგვპირდნენ მათ შორის დონორები რომ მათი მხრიდან ქვეყნებიდან შემოსული თანხები იქნებოდა გამჭვირვალე ისე როგორც ამას ითხოვს ყველა საერთაშორისო სტანდარტი დოკუმენტი და საქართველოს კანონმდებლობა და მოგვატყუეს და მე მქონდა ბევრი მცდელობა პირადი საუბრებისა ყველა დონეზე და მიუხედავად ამ ცდელობისა არსებობენ ფონდები, ნაწილი ფონდებისა, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ, არის ნაწილი ფონდებისა და ამ ორ მაგალითი მოყავს, მაგრამ სხვა მაგალითებიც არის, მაგრამ ვინაიდან ეს ორი მაგალითი არის არ ყოფნით? არ შეიძლება. ხო, აქედან გამომდინარე ეს არის ლოგიკური ჯაჭვი. აი ეს კონტექსტი რამდენად ატლას ნეტვორკ. არის გარდა იმისა, რომ დეპუტატია აი სხვა თემები. ოდიშარია არის სხვა თემა, ბარებენ შაუმა და ხუნკა არის ჩემი კითხვა მარტო არ მოიწონა და მიზეზად ოპოზიცია ასახელებს რომ ეს არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი ქართული ოცნებების და არა ისე რომ რეალურად წარმოადგენს მიზანი რომ ცვლილებების რეალურად არის და ესეც როგორც ეს კონკრეტული წინააღმდეგობაში მოთხოვა რა ევროპულ გზასთან იმიტომ რომ აქ არის კითხვა მე მგონი გამოწვევები რაც არსებობს სოფლიოში უკვე აშკარა არის და ამას ვერც უარყოფენ საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ასეც ამბობენ რომ თითქოს ეს გამოწვევები შეიძლება არსებობდეს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის სხვა ქვეყნებში, მაგრამ თითქოს ეს არ არის საქართველოსთვის რელევანტური პრობლემა. დაუშვათ
დაუშვათ, რომ ისინი მართლები არიან. რა გამოდის აქედან? პირველი ისინი აღიარებენ, რომ ეს არის გამოწვევა, LGBT პროპაგანდა სოფლიოში გამოწვევა და მეორე, იმით რომ ამბობენ, რომ ჯერ ეს თუ კი ასე ფიქრობენ, რომ ჯერ არ არის ეს საქართველოს გამოწვევა, მარტივი ლოგიკა არის, შევხედოთ ჩვენი განვითარების, რომ ის რაც ხდება სამყაროში, სხვადასხვა ქვეყანაში, დღევანდელ 21 საუკუნეში ძალიან მალე შემოდის საბოლოო ჯამში საქართველოში და ამის მაგალითსაც შეგახსენებთ 2017 წელს, როდესაც კონსტიტუციური რეფორმა მიმდინარეობდა, მაშინ იყო იდეა და ბოლოს ჩაიწერა კონსტიტუციაში დეფინიცია ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი და მაშინ ზუსტად ამას ამბობდნენ NGO-ები, რომლებიც კომისიაში იყვნენ და ოპოზიციაც და მეც გახდით იმ კომისიაში, ოპოზიცია მაშინაც ამბობდა, რომ კი, მაგრამ სამოქალაქო კოდექსში ხომ წერია ზუსტად იგივე წინადადება და რა საჭიროა ეს ხომ არ არის ახლა ვინ ფთხოვს რომ იყოს დაშვებული ერთნაირი ქეციანთა ქორწინების რეგისტრაცია და თუ მოგთხოვენ და აგერ კანონში წერია და მაშინ ისედაც არის ეს აკრძალული და შეზღუდული. და მაშინ სწორედ ამაზე იყო მსჯელობა და ამაზე იყო საუბარი, რომ მნიშვნელოვანი არის კონსტიტუციურ დონეზე იყოს ეს გარანტია, ვინაიდან კანონის შეცვლა ადვილი არის, უბრალო უმრავლესობით იწვება, კონსტიტუცია კი იცით დღესდღეობით 3/4 ჭირდება და ყველა ხელისუფლებას სამომავლოს გაუჭირდება ადვილად შეცვალოს კონსტიტუცია. და ისე ახდეს ყველაფერი კარგი, როგორც ზუსტად ის პროგნოზი მაშინ ახდა. აი 2017-18 წლიდან, როდესაც კონსტიტუცია შეიცვალა, გავიდა სულ რაღაც 5-6 წელი და ჩვენ ვხედავთ დღეს უკვე საუბრებს და მოწოდებებს აქეთკენ, რომ დაშვებული იქნა საქართველოში ერთნაირი ქეციანთა ქორწინების რეგისტრაცია. აი 5 წელიწადში, სულ რაღაც 5 წელიწადში ის რაც ამბობდნენ, რომ არ არის გამოწვევა საქართველოსთვის და არ არის აქტუალური საქართველოსთვის, აღმოჩნდა, რომ არის აქტუალური. ზუსტად ასევე 5 წელიც აღარ დაჭირდება, რომ მივათ იმ მომენტამდე, როდესაც როგორც დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრს მოუწია თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, აი ესეთი რაც დღეს ბანალურად გვეჩვენება და ტრუიზმად, რომ ამაზე კი, მაგრამ როგორ შეიძლება საერთოდ ესეთი სასაცილო თემები იყოს, ასე ვთქვათ, ასეთი ბანალური განცხადებები იყოს საჭირო. აი როგორ დიდ ბრიტანეთში თურმე აღმოჩნდა, რომ საჭიროა თურმე ასეთი განცხადებები, ჩვენ თუ არ გვექნება დროული რეაგირება, თუ სად დგავართ ჩვენ ღირებულებითად, რა თქმა უნდა, ამას უკვე 5 წელიც აღარ დაჭირდება ქორწინებისგან განსხვავებით, ერთ-ერთ წელიწადში ასეთი ტრენდები წამოვა, რომ მოგვიწევს შემდეგ უკვე ჩვენი განცხადებები. არა, მე კი დაფინანსებები. ფინანსური დეკლარაციები არ უნდა იყოს შესწავლილი იმ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ. რატომ არ უნდა შეისწავლოს? მოსამართლეების ისენი დეკლარაციები დავიწყოთ ამ თემაზე საუბრით კამერებისგან. არა, არ მიპასუხ. ვერ გავიგე კითხვა. მოსამართლეები ითხოვენ, რომ ანტიკორუფციის შესასწავლი თასიაში, როცა მომდევნო რაოდენობა 300-მდეა, მოსამართლეები ითხოვენ, რომ მათი სახელი გვარები ამ სიიდან იყოს ამოღებული. ეხება ყველა მოსამართლეს სამართლის დეკლარაციების შესწავლის პროცესის შეჩერდა სასამართლოს გააჩერეს, მათ შორის არის სანქცირებული ლევან-მურზის და მიხეილ ჩიჩავაძე. და რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე. რატომ არ არის შესაძლებელი გამჭვირვალობა და გამჭვირვალობა უნდა იყოს. კარგია, ანუ ხო და კარგია, კარგი ყოფილა გამჭვირვალობა? ხომ კარგი ყოფილა? აი ეს არის ორმაგი სტანდარტი, უყურეთ ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი ხო არა არის? იმიტომ რომ პოლიტიკის გამჭვირვალობა და უნდა იყოს აქცენტარი დეკლარაციას საზოგადოებაში. ძალიან კარგია რომ მიხვდით თქვენ თვითონ ამ დასკვნამდე რომ თურმე საზოგადოებას სჭირდება ინფორმაცია, თურმე საზოგადოებისთვის კარგია გამჭვირვალობა და რატო აინტერესებს საზოგადოებას მოსამართლე? არ გეტყვით? არ პასუხობ, მივიყვან ამ პასუხამდე. თქვენი აზრით, რიტორიკულად გითხრო მე თვითონ პასუხობ. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, რომ იცოდეს მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობა? რატომ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, რომ იცოდეს პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობა, მინისტრების, სხვადასხვა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობა? 7,000-ზე მეტი საჯარო მოხელე ავსებს ყოველ წელს დეკლარაციას და ვებგვერდზე 7,000 საჯარო მოხელის დეკლარაცია არის გამოფენილი სრულად. რატომ არის იცით ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ არის ასეთი აზრი, რომ ეს საჯარო მოხელეები და ადამიანები ზოგადად და ინსტიტუტები, რომლებიც არიან მონაწილე გადაწყვეტილებების ფორმირებისა და მიღებისა, რომელიც გავლენას ახდენს შემდეგ მოქალაქეზე,
აი მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს თუ ვინ არიან ეს ინსტიტუციები და აქტორები რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, იღებენ მონაწილეობას მათ შორის გადაწყვეტილების ფორმირებაში, რაც გავლენას ახდენს შემდეგ მათ ცხოვრებაზე. და ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ვალდებულება აქედან წარმოიშვება, რომ ვიყოთ გამჭვირვალე მოქალაქისთვის, იმიტომ რომ მოქალაქე რო იტყვის, აი თქვენ რომ კანონი მიიღეთ. მოდი აპერტ მაინტერესებს, აქ რამე ინტერესები ხომ არ იყო, რომ დააინიციეთ, იქნება თქვენ რაღაც ბიზნეს ინტერესები გაქვთ და ამიტომ დააინიციეთ ეს კანონ პროექტი. თქვენ რომ გადაწყვეტილება მიიღეთ სასამართლოში, იქნება აქ რაღაცა კავშირები არსებობდა და იმიტომ მიიღეთ ასეთი ან ისეთი გადაწყვეტილება. ამ ლოგიკის გამო არის. ახლა მაინტერესებს, აი იგივე მოქალაქეს, როცა ხედავს, რომ NGO-ები ჩართული არიან სხვადასხვა, არა, დავასრულებ. აი კარგად პასუხობთ დავასრულებ. აი როცა იგივე მოქალაქეები ხედავენ, რომ NGO-ები, კონკრეტული NGO-ები არა თუ ჩართული არიან, არამედ კითხოვენ და მათი დონორების განსაკუთრებით კითხოვენ, მათ ქონდეთ გადამწყვეტი სიტყვა გადაწყვეტილების მიღებაში. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შესარჩევ კომისიებში არიან ხოლმე NGO-ები წარმოდგენილი, კანონ პროექტების განხილვის დროს არიან ხოლმე წარმოდგენილი, სხვადასხვა სამოქმედო გეგმების შედგენისთვის, ანუ გავლენას ახდენენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მოქალაქეს ხო იგივე პრეტენზია და უფლება აქვს ამ NGO-ების მიმართ, რომ მითხარი ვინ ხარ. შენ იქნება, არ ვიცი, რომელიღაცა ქვეყნის ინტერესის გამო ლობირებ მაგალითად ენერგო პროექტის ჩავარდნას, ამ პირიქით დაწყებას, რომელიღაცა ჰესის აშენებას, ამ პირიქით არაშენებას. იქნება ამის უკან დგას რომელიღაცა ქვეყანა, რომელსაც აქვს ინტერესი ეკონომიკური ენერგო სექტორში და შენ იღებ მისგან ფულს და ამიტომაც ლობირებ რაღაც ჰესის არაშენებას, ან რაღაც ჰესის აშენებას. და აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ მე აი ამ ტყუილებით რასაც ამბობენ NGO-ები, რომ თითქოს მათ აეკრძალებათ საქმე. აქ საუბარია იმაზე, რომ მოქალაქემ იცოდეს, რომ შენ NGO ვისგან იღებ ფულს, რომ ხვალ რო გამოხვალ და დამიწყებ მტკიცებას, რომ რომელიღაცა ჰესი უნდა ავაშენო თუ არ ავაშენო, მე ვიცოდე შემთხვევით ვისგან ხარ შენ დაფინანსებული. რაც შეეხება მოსამართლეებს, აქ მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მეც ეს გავიგე მედიიდან, თუ არ ვწდები, რასაც თქვენ საუბრობთ, არის რომ სასამართლოში გაასაჩივრესო საკითხია. ხო, ვერაფერს ვერ გეტყვით, ანუ სასამართლოს რაღაც გადაწყვეტილება როგორ ჩანს. ქართული მართლმსაჯულება მოხმედებს კანონის შესაბამისად, რაც არაერთხელ გადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიტომ ნახეთ ეს გადაწყვეტილება.